საყდრეში სამუშაოები მიმდინარეობს სამინისტროსთან კი აქცია. კულტურის მინისტრმა ბრალდების მთელი სიმძიმე თავად იკისრა, მართალია მისივე განმარტებით სამინისტროს ყველა ქმედება კანონიერი იყო, მაგრამ დღეს ის საპროტესტო დერეფანს მაინც ვერ აცდა. არასამთავრობოებმა პროტესტის კრეატიული ფორმა აირჩიეს და მიხეილ გიორგაძის უწყებასთან სიმბოლურად საყდრისიდან ჩამოტანილი ქვები დააწყვეს. ქეთი ფარცხალაძე იმყოფება ეხლა ამ აქციაზე და გვეტყვის გამოეხმაურნენ თუ არა სამინისტროდან დემონსტრანტებს. ქეთი გისმენთ? კულტურის მინისტრი აქციაზე არ გამოსულა, ერთგვარი პერფორმანსი მოეწყო აქ, გორავი ქვები საყდრისიდან აი ამ სახელწოდებით, იქიდან ჩამოტანილი ქვები დააწყვეს სამინისტროს მთავარ შესასვლელთან და აინტერესებდათ გადაუვლიდა თუ არა ამ ქვებს მინისტრის სახლში წასვლისას, თუმცა მინისტრმა ორგანიზატორები შეიპატიჟა სამინისტროში და ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკება მათ შორის, რაც შეეხება მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ პირველ რიგში იმ პირებისა, ვინც გასცეს ბრძანება და რომლის საფუძველზეც RMG Gold სამუშაოებს აწარმოებს, ასევე ითხოვენ გამოძიებას მთელი ამ პროცესის. ისინი ასევე პრეზიდენტს მოუწოდებდნენ დღეს თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მთავარი მოთხოვნა არის დაუყოვნებლივ შეწყდეს სამუშაოების წარმოება საყდრის ყაჩაღიანის უბანზე, რადგან ამით ფაქტურად ჩვენ ვანადგურებთ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას მთლიანად, ისე რომ გამოსაკვლევი არაფერი აღარ იქნება მე და ვერ დავადგენთ რასთან გვაქვს საქმე. კულტურის სამინისტრომ გვერდი აუარა ხელოვნებაცოდნეების სურვილს და მოთხოვნას. კულტურის სამინისტრომ გვერდი აუარა იმ შანსს, რომელიც ამ ძეგლით რეგიონს ჰქონდა, როგორც ტურისტულ კულტურული განვითარების შანსს, ისე ეკონომიკური განვითარების შანსს. ცოტა ხნის წინ მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცა ჟურნალისტებს, მან კიდევ ერთხელ განმარტა ის საფუძველი, თუ რატომაც გაიცა ეს ბრძანება და თუ რა პროცესიც მიმდინარეობს დღეს საყდრისში და ჩვენ ვიკითხეთ აი ამ ფონზე თუ კი არ არსებობს ეჭვები აი ამ ტერიტორიის კულტურული ღირებულების შესახებ, თავად მინისტრის აზრით რა იწვევს იმ საზოგადოებრივ მღელვარებას, რომელიც ამდენი დღეა არ ჩერდება, თან აქ არიან რიგითი ადამიანების და გარემოს დამცველების გარდა საპატრიარქოს პოზიცია ვიცით, სახალხო დამცველის პოზიცია ვიცით და გთავაზობთ პასუხს თუ რას ფიქრობს ამ ყველაფერთან მინისტრი? ჩანს საზოგადოების ნაწილისთვის, საპატრიარქოსთვის, ასევე ალბათ ცალმხრივად იყო მიწოდებული ინფორმაცია, საუბარი იმაზე, რომ ეს პროცესი დამალულად საიდუმლოდ წავიმართა. მე ვფიქრობ, საფუძვლოა. თვითონ იმ ანგარიში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ გარკვეულწილად არასტაბილურია ობიექტი და იქ პრობლემები არის და რღვევას განიცდის. ამას ემატება ის გეოლოგიური დასკვნები, რაზეც მოგახსენეთ. შესაბამისად, ძალიან ბევრი უწყება და ადამიანი იყო ამაში ჩართული. აქცია ამ დრომდე გრძელდება კულტურის სამინისტროსთან. ისინი დღეს აცხადებდნენ, რომ საყდრისის აფეთქებით იწყება ახალი მოძრაობა, რომელმაც უნდა შეცვალოს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკა და გარემოს დაცვითი პოლიტიკა. ამ წუთებში, როგორც გითხარით, მიმდინარეობს მინისტრთან შეხვედრა აქციის მონაწილეებისა. დაველოდოთ და ამ შეხვედრაზე იქნება თუ არა დამოკიდებული მათი გეგმების ცვლილება, თუმცა ისინი შემდგომ დღეებშიც ანონსებდნენ საპროტესტო აქციის გაგრძელებას, მანამ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.